ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფ ბოტანიკურ ბაღში სამუშაობის დამკვეთი კომპანია სანია, რომელმაც მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესაბამისი ნებართვის გარეშე დაიწყო. აქციის მონაწილეების თქმით, მშენებლობის პროცესში ნადგურდება უნიკალური ჯიშის ხეები. როგორც ეკოლოგიური სამართლის ცენტრის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით უნდა დაისაჯოს. ეს შენებლობა უნდა შეთანხმებული იყო კანონით კულტურული და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ სააგენტოსთან, რაც არ იქნა შეთანხმებული. ჩვენ ვესაუბრეთ აღნიშნული უწყების წარმომადგენლებს და მათ განგვიცხადეს, რომ არავითარი პროექტი აქ არ შეცვლა და ნებართვა არ არის გაცემული. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული 259 მეორე პრიმა მუხლით და ჩვენ ვითხოვთ აღნიშნული მუხლით იქნას დაჟილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მესვეურები. ზუგდიდის მარგალიტი არის ბოტანიკური ბაღი. ვინმე საპატიო სტუმარი, ვინც არ უნდა ზუგდიდში მოსულიყო, აუცილებლად ამ ბაღს აჩვენებენ. ის არის დადიანების მიერ შექმნილი უნიკალური ბაღი, პლუს ეს თავისი ხელი დაატყო აშელმიურატმა, ეს არის ეროვნული საგანძური. ამიტომ მისი ხელისხლება არ შეიძლება.